სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენება შესაძლოა მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით გახდეს შესაძლებელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში საბამისი კანონპროექტი გადაუგზავნა. კანონპროექტში წერია, რომ ბოლო წლებში ხდება ვენახების გაშენება იმ ჯიშებით, რომლებიც იმ კონკრეტული ზონისთვის არ არის ნებადართული, რაც ქმნის როგორც რეალიზაციის პრობლემას, ისე რისკებს ღვინის წარმოებაში. მოსალოდნელია, რომ გაშენებული ვენახებიდან მოწეული ყურძნის მოცულობის ზრდასთან ერთად გამკაცრდეს ასევე ხარისხის კონტროლი. ცვლილებების მიხედვით დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და სპირტიანი სასმელი უნდა იწარმოოს მხოლოდ იმ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან, რომელიც კონკრეტული პროდუქტის სპეციფიკაციაშია განსაზღვრული. სხვა საკვანძო სიახლეა ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა შეტყობინების ვალდებულების გავრცელება ყველა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე, რაც უწყების მტკიცებით სექტორში გამჭვირვალობას და ხარისხის მართვის პროცესების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. როგორ აფასებენ მევენახეები მოსალოდნელ ცვლილებებს და ხომ არ უკავშირდება ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან მრთველი სუბსიდირების მზარდი ხარჯების შემცირებას. თემაზე საუბარს ხომლის მარნის დამფუძნებელთან თამაზ ომანაძესთან ვაგრძელებთ, რომელიც საქმის კურსის პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ბატონო თამაზ, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ბატონო თამაზ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებები, რომელიც კანონპროექტით არის ინიცირებული? ხომ არ არის გარკვეულწილად ეს იმის წინაპირობა, რომ გაზრდილი ხარჯები, რაც წელს მაგალითად მრთველი სუბსიდირების პროცესში სახელმწიფოს ჰქონდა, მომავალ წლებში ამ ხარჯის ამ ცვლილებებით შეკვეცა მოხდეს? არ არის გამორიცხული მაგ ფორმულირებით, როგორც თქვენ ჩამოაყალიბეთ ახლა, მაგრამ მე უფრო სხვა კუთხით უყურებ ახლა ამ ინცირებას. კი, საჭირო არის ერთი მხრივ გამკაცრება დაცული ადგილწარმოშობის ვენახებზე, მაგრამ სუბსიდირებამ ისეთი დარტყმა მიაყენა, ათეული წლები ტარდება ეს პროცესი, სუბსიდირება, სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ ამ მევენახეობაში ისეთ დარტყმა მიაყენა მევენახეობას, რომ ამას ალბათ წლები დაჭირდება ამის გამოსწორებას და ერთი მხრივ კარგი არის, პოზიტიურია ჩემი გადასახადით, რომ დაიწყო რაღაც მოძრაობა უმნიშვნელო მოძრაობა. რომ აი ესე რომ ვთქვა, გაფუჭებული საქმის რაღაც გამოსწორების დელობის. მაგრამ აქ ბევრი რამე არის დასახვეწი და ბევრი რამე არის საკანონმდებლო დონეზე მისაღები. ბატონო თამაზ, თქვენც ახსენეთ, რომ სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენებაზე თანხმობა, მათ შორის მევენახეებს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან დასჭირდება. ამას ითვალისწინებს სწორედ ეს ცვლილებები. რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებებს და მათ შორის ასევე აქვე მინდა გკითხოთ, დაგვიანებული ხომ არ არის ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რასაც მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონპროექტით გვთავაზობს. რამდენად გვაქვს უკვე შეცდომები ამ მიმართულებით დაშვებული? ქართული ანდაზის არ იყოს შობს გვიან ვიდრე არასდროს, ამას ვფიქრობ, მაგრამ თუ არ ვწდები 35 დაცული ადგილწარმოშობის ზონა გვაქვს ჩვენ საქართველოს, თუ არ ვწდები. აქედან უმეტესობა და მე ვითხოვდი აბსოლუტურად მე არ გულისხმობ ბოლო წლებში რომ დაცული ადგილწარმოშობის მევენახეობის ზონებს მიანიჭეს. უფრო ადრინდელები და ისტორიულად რომელიც უმეტესობა არის ხელოვნურად გაზრდილი. ეს პირდაპირ მოქმედებს ღვინის ხარისხზე, ადგილწარმოშობის ღვინის ხარისხზე. წარმოიდგინეთ, მე ახლა სახელებს არ დავასახელებ იმ ზონის, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, მთელი მუნიციპალიტეტს რომ მოიცავს ერთ-ერთი ზონა, მეორე, მესამე და ასე შემდეგ შეიძლება ეს უკვე მთელ მუნიციპალიტეტს და რაიონს, როდესაც რამოდენიმე სოფლის ფერდობზე იყო აი ის გემოვნებით ის ღვინოები. აქ გამოსავალს მე ვხედავ და აქვე დავამატებ, რომ ერთ-ერთი ადგილწარმოშობის ზონა საქართველოში, აი ძველი ზონებიდან, მე ვამბობ, ისტორიული ჯიშებიდან არის ოყურეშის უსახელოურის ზონა, რომელიც ორღობეებშია გატარებული, როგორც ისტორიულად. აქვე დავამატებდი, თუ სახელმწიფოს აინტერესებს ჩვენი მეღვინეობის განვითარება და ქართული მეღვინეობის განვითარება იმ სტანდარტებზე და იმ დონეზე, რომელსაც აი მსოფლიო მეღვინეობაში და მოითხოვს საერთოდ, აუცილებლად ქვეზონები უნდა შემოიღოს.
და ქვეს ზონაში კიდე ქვეს ზონა, რომ ამით მაინც გადავარჩინოთ ის უნიკალური ჯიშები და ის სახელიც არ გაუფუძნეთ, რაც აქამდე მოვიდა. ამიტომ აი ეს იქნება პირველი თუ უნდათ ამის გაკეთება, რომ გადაჭრეს ქართული მეღვინეობა არ მეშინი ამ სიტყვის მნიშვნელობის. მეორე, ხარისხის გაუმჯობესებაზე აქვს იქ აქცენტი გაკეთებული. ხარისხის მეღვინეობის და კონტროლის, წარმოების პროცესის ვენახის შემდეგ. ძალიან კარგი იქნება ეს ამის კონტროლი, მაგრამ რა მექანიზმებით და როგორ ეს თალკე თემაა, მაგრამ პირველი კონტროლი, რომელიც ძალიან მარტივად შეუძლია სახელმწიფომ გააკეთოს, იმ სისტემური პრეპარატების კონტროლი, რომელიც შემოდის საქართველოში და რა დოზით ხდება მათი ამ პრეპარატებით შეწამლა ვენახების. ფაქტიურად ჩვენთან ღვინო არ არის, ჩვენ ვსვამთ ქიმიურ შენაერთს. აი შემიძლია თქვა, ეს გამოიწვია სუბსიდირება, გააბევრეს მოსავალი. ბატონ თამაზ, აი აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, აი მათ შორის რა გვასწავლა 2025 წლის რთველმა. ხომ არ მოყავს იმაზე მეტი ყურძენი, ვიდრე დღეს ღვინის მარნებს სჭირდებათ, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს წლიდან წლამდე სულ უფრო მეც ყიდულობს. კი, რა თქმა უნდა, ეს წმინდა ილია მართალი ამბობდა, ფრანგული მეთოდი რომ შემოვიდა გალალიზაცია, შაქრითა და ღვინით, ღვინის გაბევრება. ეხლა ხდება ამ ქიმიური პრეპარატების, სისტემური პრეპარატებით ყურძნის გაბევრება. ეს არის უკვე ეკოკატასტროფის წინაშე, არა მარტო მევენახეობაში, ესეა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, ესა იგივე მანდარინია, ხილია, ვაშლია და ასე შემდეგ. ჩვენ გავართ ეკოკატასტროფის წინაშე ამ კუთხით, რომელსაც ჩვენი ხელით ვაკეთებთ, ჩვენი ხელით. ამან გამოიწვია, ეხლა მაგალითს მოგიყვანთ, რომ აი ესე ამბობენ, ახლა მე უშუალოდ შეხვედრა მაქვს, მე არ ვზივარ კაბინეტში, ხო, და იქედან არ უყურებ და მობილური და ინტერნეტით არ ვიცნობი ამ მევენახეობაში, მე ვარ ფაქტიურად ყველასთან მაქვს შეხება ჩვენ ზონაში. ამბობენ, სახელმწიფო მაინც ჩაიბარეს. წარმოიდგინეთ, მაინც ჩაიბარეს. სახელმწიფო მაინც ჩაიბარეს. აი ეს ფორმულირება ხდება, ამიტომ ის ფერმერები ისინი მიშობული არიან, რაც შეიძლება მეტი მოსავალი მიიღონ, ქიმიური მოსავალი. აქვე დავამატეთ, სუბსიდირები დრო წელს თველში, სადაც მეშეროს არის, სადაც იბარებდნენ. ხომ, ეს იყო კოკისპირულ წვიმაში მოკრეფილი ყურძენი, ცელოფნის პარკებით, თავმოხდილი ცელოფნის პარკებით, სადაც რა თქმა უნდა წყალით ჩადიოდა. და ამ ცელოფნის პარკი არ ვიცი მე აქედან რა უნდა მიიღოს იმ კომპანიამ, სახელმწიფო კომპანიამ, ტექნიკური სპირტი თუ მიიღო, მადლობელი უნდა ვიყოთ, ტექნიკური სპირტი და არა სპირტი. და აი ეს პრობლემები ყველაფერი არის კომპლექსური. ამიტომ რაღაც კანონებს რომ იღებენ, პრაქტიკოს მევენახეებს, პრაქტიკოს აი ღმერთი წყალობით ძალიან ბევრი ყავს ჩვენ. აი რეგიონებში სადაც რა ბატონ თამაზ, გამოსავალი ვენახების გაშენების გართულებაშია თუ მათ შორის თქვენ სუბსიდირება ახსენეთ და ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით. თუ ამ ნაწილში ამ ყველაფრის ფერთან თანხმედრაში უნდა იყოს მათ შორის თვითონ სუბსიდირების პოლიტიკის ცვლილება და არ უნდა იყოს სახელმწიფო მუდმივად იმ რეჟიმში, რომ ჭარბი ყურძნის შესყიდვა, ასე ვთქვათ, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტის ხდებოდეს. აი ამ ნაწილშიც ხომ არ გჭირდება ცვლილებები გარდა იმ ცვლილებებისა, რაც კანონპროექტით არის წარმოდგენილი და რომელიც ზღუდავს სამეწარმეო ვენახების განვითარებას. არა, სამეწარმეო ვენახების კონტროლი მე ვერ გავიგე, იქ კი გასაგებია ყველა მევენახე და ყველა ბიზნესმენი ან ფერმერი ჩდილოს რომ რაც შეიძლება იგივე კარგი სანერგე მოიპოვოს, იგივე ნაყოფიერი კონდოს. ეს გამორიცხულია რა თუნდა ეხლა იმან დარგოს ისეთი ვენახი, რომელიც ერთ წელიწადში გაუხმება. ესეთი საკითხი არის რა. და ამიტომ აქ როგორ უნდა ჩაერიოს, დაავალდებულოს პირიქით მის ინტერესშია, როდესაც ამ ხელა შრომას ფინანსებს დებს, რომ საუკეთესო საძირე ქონდეს, საუკეთესო ვენახები. მეორე მხარე არის, რომ სუბსიდირება თქვენ გასით კითხვა ახლა ამაზე, ეს სუბსიდირების არ ვიცი რა გადაფარვა უნდათ ან რა ხდება,
საერთოდ უნდა აიგრძალოს. გარდა გამონაკლისისა, თუ მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა, ან სიტყვა, ან თოვლი მოვიდა, თქვათ, მაისში, ან განადგურა პირდაპირ ვენახი, უნდა დაეხმაროს, რომ ის ვენახი აღადგინოს და დადგეს, მაგრამ ასე მასიურად, რომ ჩაიბაროს, ვითომ ერთი ნაბიჯი გადადგეს და ეს კერძო კომპანიები ჩამოაშორეს სუბსიდირებას და ისინიც მე მგონი გახარებული არიან, გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ და შემდეგ უკვე აღარ იყიდება ესე ღვინო. ამან მოგცა რეალური შედეგი ბატონო თამაზ წელს შესულ მაცვლილებებმა უშუალოდ სუბსიდირების პოლიტიკაში რაც ცვლილებებით განხორციელდა თქვენც ახსენეთ კერძო კომპანიები. ამან ხელშესახებით ცვლილება მოგცა რა დავინახეთ 2025 წლის რთველის მიმდინარეობისას. არანაირი ცვლილება არ მოსალა. იგივე რაოდენობით უდენ ჩაბარდა, იგივე ჩაბარდა და უბრალოდ აიღო სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ეს. მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი მომენტი, ხო, ეს ხო საბიუჯეტო თანხა, ყველა ჩვენთაგანის თანხა არის ეს მილიონები, რომელიც ამ სუბსიდირებაში ათეული წლები იხარჯება და ჩვენ არ ვიცით ინფორმაცია იქედან ამონაგები, ეს საჯარო ინფორმაცია არა საიდუმლო აქ უნდა იყოს, რომ სად რა დაბრუნდა იმ თანხიდან. ჩადო პირობითად 10 მილიონი მოგებაზე არა, 10 მილიონი თუ დაბრუნდა უკან. ესე საინტერესო კითხვა არის საქართველოს ფინანსში, რომ ვიცოდეთ ჩვენ ამ ყურძნისგან წარმოებული ღვინისგან, რომელიც გამორიცხულია, მე ამჯერად არ ვიცი, იქიდან რა ღვინო ყოფილიყო, სადაც მე ნახე, რასაც იბარებდნენ და ამ სპირტისგან სახელმწიფო ბიუჯეტს რა თანხა დაუბრუნდა და თუ მოხდა მათი რეალიზაცია. ამიტომ ბევრი კითხვის ნიშნები არის, ბევრი კითხვის ნიშნებიდან ბატონო თამაზ, ბოლოს მინდა გკითხოთ, უშუალოდ კანონპროექტში გვხვდება ესეთი პუნქტი, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა შეტყობინების ვალდებულების გავრცელება ყველა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე უნდა მოხდეს. აი, ამ ნაწილში დღეს პრაქტიკა როგორია და რა იცვლება, თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ ამ კუთხით, როგორ აპირებს ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო რომ კონტროლი გაამკაცროს და რაზე უნდა გაამახვილოს მათ შორის ყურადღება. არ ვიცი, როგორ უნდა მოახდინოს. ეს ალბათ ერთი ბიუროკრატიული ბარიერის გადახომ მოგვიწევს ჩვენ ყველას. ჩემთვის წარმოუდგენელი ახლა ტექნიკური ჩემარანში სახელმწიფომ როგორ უნდა განახორციელოს თუ ჟურნალის ჩანაწერები უნდა ყველა ჩაწოს, ხო? ან რას უნდა დაესწროს. ჩემ შემთხვევაში ვამბობ კონკრეტულად და მე განზოგადოება შეიძლება ანალოგიურად რა, სხვაზე. ან ჟურნალის ჩანაწერები უნდა მოგთხოვოს, ან ყოველთვის რა შეტყობინებები უნდა გაუგზავნოთ, ან როგორ ვაწარმოებთ, როგორ ტექნოლოგიას ვაწარმოებთ. ეს ხო სპეციფიკაშიც მოცემული არის ადგილ წარმოშობის ღვინოების გულისხმობ მე. იგივე ლაბორატორიებით ანალიზებით განკაცეს, კი ადგილობრივი სერტიფიცირება შემოიღეს. ადგილობრივი ღვინის კარგი არის, მაგრამ იქ დარჩათ ერთი ნიუანსი. ერთი ნიუანსი დარჩათ ესეთი, რომ ელიტარული ღვინოები, საკოლექციო ღვინო, რომელიც მაღაზიაში 2 ბოთლი შეიტანო, 2-ია დარჩენილი. შეიტანო, ამისთვის სერტიფიცირება გჭირდება. რომელიც ერთი ბოთლი ლაბორატორიას უნდა ჩააბარო და მეორე სადეგუსტაციო კომისიაზე შეიტანო. ამასთან დაკავშირებით ასეთი ნიუანსები ბევრია კანონებში და ამიტომ საჭირო რაღაც კომუნიკაცია არა დიდი დარბაზებში შეკრებები და განხილვები ამ საკითხში გამოგვიგზავნოთ კითხვები ყველა მეღვინეობის და აჯენდაში რამდენად აქვს ბატონო თამაზ მათ შორის ღვინის ეროვნულ სააგენტოს მეღვინეებთან აქტიური კომუნიკაცია თუნდაც რამდენად იყო განხილული ეს დაანონსებული ცვლილებები სექტორთან და არქთან რამდენად გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ არანაირი ინფორმაციები არ მოგდით ჩვენ მე პირადად რა მე არ ვიცი ვისთანაა კომუნიკაციები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახლა ინდუსტრიული მეღვინეებთან თუ აქვს ეს კარგია და მაგის ის სხვა სფეროა მაგრამ ჩვენ მეღვინეებთან პირადად მე ეს წლების მანძილზე რამე კანონ პროექტის მიღებაზე ელემენტარულად ახლა მე იურიდიულ მხარეს არ ვერევი რომ რაღაც კითხვარი გამოეგზავნათ ამას ვაპირებ და თქვენი აზრი ასეთი არ ყოფილა უკვე 15 წელია
ევროპაში ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. გასაგებია. მადლობა ძალიან დიდი ტრადიციულად საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ხომლის მარნის დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.